ახლა ფლად მოსალოცი ვერ ვიტყვით, მაგრამ ამ სიტუაციაში თავისთავად ეს გადაწყვეტილება იმსახურებს პოზიტიურ შეფასებას, ელოდით თუ არა პირველ რიგში და რა მოლოდინები გაქვთ, როგორ გაგრძელდება მთელი ეს პროცესი, ელენეს ჯანმრთელობისთვის ამას რამდენად გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა და აქვს. საღამოშიდობის მოგესალმებით და მიესალმები მაყურებელს. ბუნებრივია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ელენეს გადაყვანა კლინიკაში, იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რო დრამატულად გაუარესდა დღევანდელი ეს გადაწყვეტილებაც ადასტურებს, ჩემთვის გაუგებარია უბრალოდ. უბრალოდ არაფერი გაუგებარი არ არის სინამდვილეში. ძალიანაც გასაგებია, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში აბსოლუტურად შეგნებულად ელენეს უარს ეუბნებოდნენ საჭირო სამედიცინო დახმარებაზე და ეს არის ტრაგიკული ვითარება საერთოდ ადამიანს, რომელსაც სამედიცინო ჯერთი ელენეს საერთოდ ციხეში რო არ უნდა იჯდეს, ეს არის პირველ რიგში სათქმელი. ნორმალურ ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა, ბუნებრივია, ხო? ჩვენ უბრალოდ ყავს არალეგიტიმური ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, რომელიც ადამიანებს გამოკეტავს ციხეში, არა რაღაცა სამართლებრივი საფუძვლებით, უგულისხმობ პოლიტპატიმრებს, მათ შორის ელენეს, არამედ შეთითხნილი რაღაცა ბრალდებებით იმ ადამიანებს, ვისი წინააღმდეგობაც აწუხებს, ვისი წვლილის ბრძოლაში არის მნიშვნელოვანი, ჩაკეტავს ხოლმე ციხეში და ელენე არის კლასიკური პოლიტიკური პატიმარი და აქვე თავისუფლება ელენესაც და თავისუფლება თითოეულ პოლიტიკურ პატიმარს. ოღონდ ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ბოლო 6-7 თვის განმავლობაში მუდმივად უწყვეტად უარესდებოდა და ჩვენ ახლა ვართ საკმაოდ მძიმე რეალობის წინაშე, როდესაც ელენე ვერ ახერხებს ყავარჯნის გარეშე გადაადგილებას, როდესაც მას აქვს გაუსაძლესი ტკივილები, ამ ვითარებაში, ამ მდგომარეობაში ადამიანის ციხეში ყოფნა არის წამების ტოლფასი, ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, ეს არის წამების კონვენციური განმარტება, სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში ესეთ მდგომარეობაში ყოფნა არის წამების ტოლფასი. და ელენე გადაყვანილი იქნება სამოქალაქო კლინიკაში ვივამეთში, სადაც ჩართულები იქნებიან ასევე მისი მკურნალი ექიმები, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ პენიტენციურმა სამსახურმა ციხის აი ამ სამედიცინო პერსონალმა სამწუხაროდ ვერ მოახერხა 6-7 თვის განმავლობაში ნორმალურად შეეფასებინა ელენეს მდგომარეობა, მას მერე რაც ჩაერთნენ ექიმები ანიკა თარაძე და ქალბატონი მაკაიოსელიანი სწრაფათვე შესაძლებელი გახდა სავარაუდო დიაგნოზის დასმა, წინასწარი დიაგნოზისა, ეხლა ელენეს ჭირდება სასწრაფოდ კომპლექსური კვლევები, ჭირდება ამ დიაგნოზის საბოლოო დადასტურება და ჭირდება შესაბამისი მკურნალობა. ეს იქნება უზრუნველყოფილი. მე ამაში ვარ დარწმუნებული იმდენად, რამდენადაც ელენეს მკურნალი ექიმები სხვადასხვა პროფილით ჩართული იქნებიან მკურნალობის პროცესში. მე ამ დღეების განმავლობაში დავინახე უზადო პროფესიონალიზმი მათი მხრიდან, უმაღლესი სამედიცინო კვალიფიკაცია, არამხოლოდ ადამიანობა, არამხოლოდ მაღალი ხარისხის მორალური რაღაც მოცემულობა მათში, არამედ ასევე უზადო პროფესიონალიზმი და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი შეძლებენ შესაბამის პირობებში, რა თქმა უნდა, ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ოღონდ მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ რამდენადაც მე მათგან შევიტყვე, ამ ტიპის მკურნალობას, რაც ელენეს ესაჭიროება, ამ ტიპის მკურნალობა არის შეუძლებელი ციხის პირობებში, ეს შეიცავს ძალიან მნიშვნელოვან დამატებით რისკებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ციხის პირობებში ამ ტიპის მკურნალობა გამორიცხულია, ამაზე პასუხისმგებლობას ვერც ერთი ნორმალური პასუხისმგებლიანი ექიმი ვერ აიღებს, ამიტომ ელენე იქნება მოთავსებული შესაბამის გარემოში, სადაც შესაძლებელი იქნება ამ პრეპარატების გამოყენება. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ამ სიტუაციაში ყველანი ვარჩევთ სიტყვებს, რომ ზუსტად იმის გამო, რომ ელენე ხოშტარია სხვა პოლიტიკური და სინდისის პატიმრების მსგავსად, ფაქტობრივად ტყვეობის ან ძევლობის მდგომარეობაში არიან და მათზე სისტემის ზემოქმედების მექანიზმი და ბერკეტი ბევრია, ამიტომაც ამ პროცესის დაზიანების ან დამუხრუჭების რისკის გათვალისწინებით ფრთხილად უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ამავე დროს რა შეგვიძლია ვთქვათ წმინდა სამართლებრივ პერსპექტივაზე, იმიტომ რომ მათ შორის იმ საკანონმდებლო გარემოში, რომელიც დღეს არის საქართველოში, ასეთი გართულებული ჯანმრთელობის პირობებში და ფორმალურად გასამართლებული მუხლისა და დანაშაულის შინაარსის გათვალისწინებით წესით უკვე პენიტენციური სამსახურიც და შესაბამისი რგოლები უნდა აყენებდნენ თავად ინიციატივას პატიმრობის
ფორმის შეცვლასთან, ანუ დანაშაულის მოხდის, უბრალოდ საჯელის მოხდის ფორმის შეცვლასთან დაკავშირებით. აი თუ კი უკვე ვივამეთში, ანუ კლინიკაში, მრავალფეროვან კლინიკაში დადასტურდება ის სავარაუდო დიაგნოზები, რომელზეც ჩვენ გერა ექიმები საუბრობენ, სამართლებრივად ეს უნდა გახდეს თუ არა უკვე ავტომატურად საფუძველი შემდგომი გადაწყვეტილებებისა უკვე სხვა დონეზე. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ მე ელენეს არ ვაკადრებთ არც საკუთარ თავს, რომ იმიტომ რომ ელენე არის პოლიტიკური მძევალი, სიტყვები ვარჩიო ბოროტმოქმედების მიმართ, რომლებმაც ამ შემთხვევაშიც ჩადიოდნენ ბოროტმოქმედებას და ჩაიდინეს პრინციპში, გულისხმობ იმას, რომ 6-7 თვის განმავლობაში იცოდნენ რა ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი გააკეთეს ამის გასაუმჯობესებლად და ზოგადადაც არც რეჟიმის მიმართ. იმიტომ რომ და მე მგონია, რომ ეს არის ბრძოლის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ უნდა მიუხედავად რეჟიმის წნეხისა ვისაუბროთ სიმართლე, ვისაუბროთ ის რაც არის და არ უნდა არსებობდეს არავითარი ძალა, რომელიც ჩვენზე ამ პროცესში ზემოქმედებას შეძლებდა, ხო? პირველ რიგში ამას მე ელენეს არ ვაკადრებ და არც საკუთარ თავს არ ვაკადრებ. ამიტომ ჩვენ ყველანაირი გარემოების მიუხედავად ყოველთვის ნებისმიერ სიტუაციაში დავარქმევთ საკუთარ სახელს იმას, რასაც ხედავთ. ეს ერთი. მეორე, თუ სამართლებრივ მოცემულობაზე ვისაუბრებთ, პირველ რიგში ხო, სამართლებრივი საფუძველი ელენე ხოშტარიას პატიმრობას საერთოდ არ აქვს. ესევე როგორც სხვა. ამაზე მოდი დროს ნუ დავკარგავთ, უბრალოდ საინტერესო არის წმინდა ფორმალური თვალსაზრისით, რომ განუმარტოთ მაყურებელს რა ეტაპები წესით პროცედურულად უნდა დგებოდეს, თუ კი ესეთი მძიმე, ასე ვთქვათ, დიაგნოზი დადასტურდა უკვე კლინიკურ დონეზე და ამასთან არის თუნდაც ფორმალურად მსჯავრის შინაარსი, რაც ელენეს აქვს ინკრიმინირებული. თუ თავს დავანებებთ ამ გარემოებას, რომ ის ციხეში არ უნდა იყოს ისევე როგორც სხვა პოლიტიკური ტყვეები საერთოდ და ესეთ ჩვეულებრივ ვითარებაში ვისაუბრებდით ესეთ მდგომარეობაზე, ბუნებრივია რომ არსებობს სასჯელის გადავადების სამართლებრივი საფუძვლები ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თუმცა მე კიდევ ერთხელ ძალიან ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არავითარი თხოვნა ან მოთხოვნა ამ სისტემის მიმართ არ გვაქვს. ეს პროცესი ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საჯაროდ საუბარი საერთოდ არ ემსახურება რაღაც კონკრეტული შედეგის მიღწევას, მათ შორის სასჯელის გადავადების თვალსაზრისითაც ეს არც ერთ ეტაპზე ჩვენი ამოცანა არ ყოფილა და კიდევ ერთხელ ჩვენ საკუთარ თავს არ ვაკადრებთ ესეთ რამეს. რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ პირველივე პრესკონფერენციიდან, პირველივე დღიდან, რაც ჩვენ ეს ყველაფერი საჯარო გავხადეთ, არის შემდეგი, რომ ჩვენ ვამხელთ სისტემას, ჩვენ საჯარო გავხადეთ პირველ რიგში ქართული საზოგადოებისთვის და ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ელენეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სისტემის დამოკიდებულება არც ერთ ეტაპზე, არც დღეს მათ შორის და არც ამ ბოლო დღეს, არც პირველ დღეს ელენეს არაფერი არ უთხოვია სისტემისგან. საერთოდ ტრაგიკულია მდგომარეობა, როდესაც ჩვენ დღეს ერთმანეთს ვულოცავდით, რომ ეს გადაწყვეტილება იქ შეკრებილი ხალხი, ხო, საზოგადოება, რომელიც პენიტენციურთან იყო გახარებული იმის გამო, სიხარულს განიცდიდა, რომ ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული და თავად ეს სიხარული არის ტრაგიკული საბოლოოდ, იმიტომ რომ ჩვენ ვართ მდგომარეობაში, როდესაც ადამიანისთვის ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიცემა არის სიხარულის საფუძველი. ეს ხო სინამდვილეში ძალიან მძიმე ვითარებაა, რომელშიც ჩვენ ვართ, ხო? კარგი არის, რა თქმა უნდა, რომ ელენეს ჯანმრთელობის შესახებ პირველი ყველა დეტალი იქნება საჯარო, იმიტომ რომ მისი მკურნალი ექიმები ჩართულები იქნებიან პროცესში, რაც მთელი პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობას იძლევა და ბუნებრივია პირველ რიგში ელენეს და მისი ექიმების ავტორიზაციით და ნებართვით საზოგადოება მუდმივად იქნება საქმის კურსში ამ პროცესთან დაკავშირებით. მეორე, ელენე იქნება ვითარებაში, სადაც წესით მისი მკურნალობა უნდა იყოს შესაძლებელი. მას ჩაუტარდება კვლევები, მას ჩაუტარდება მისი დიაგნოზი გახდება დადასტურდება საბოლოო ჯამში და მას ჩაუტარდება შესაბამისი მკურნალობა, რაც თქვეს მისმა ექიმებმა ანიმ და ანი ქავთარაძემ და მაკა იოსელიანმა და ეს არის ცალსახად პოზიტიური, თუმცა აი მთელი ეს ამბავი ასახავს ძალიან კარგად სისტემის სისტემაზე მინდა რომ ბოლოს კითხოთ და ამით დავასრულებ ჩვენ საუბარს. დღეს ბიზნე ივანიშვილის უმცროსი ვაჟის კომენტარები მოვისმინეთ და
თავისთავად საინტერესო არის გასაანალიზებლად, ჩემ შემდეგ სტუმართან უფრო ვისაუბრებ ამაზე, იმიტომ რომ მას პირადად შეეხოს მსხვერპლი არის, ასე ვთქვათ, თავდასხმის, მაგრამ იქ აღწერდა რა სიტუაციას ბატონი ცოტნე, უმცროსი ვაჟი საუბრობდა იმაზე და აი დავაკვირდეთ ის ამას, რომ მე აგენტებს ამ სიტყვას არ გამოვიყენებ, ხო? იმიტომ რომ ხო დიალოგისკენ მოწოდების მთავარი მესენჯერი არის, ხო? ბატონი ცოტნე ივანიშვილების ოჯახიდან ამ შემთხვევაში, მაგრამ იქვე აგრძელებს საუბარს, რომელიც შინაარსობრივად მთლიანად იმეორებს იმ აბსოლუტურად შეურაცხმყოფელ ბრალდებებით სავსე ნარატივს, რომელიც ქვეყანაში წინააღმდეგობის მოძრაობაში ან თუნდაც ოპოზიციაში ჩართულ ადამიანებს აქცევს აი ამ კლიშეს ქვეშ. რას გულისხმობ, ხა მოდით მოვისმინოთ თავად ბატონი ცოტნეს ეს განცხადება და მინდა თქვენი შეფასებაც მოვისმინო ამ თელს ამ ცდელობებს. მოსახლეობა მოქალაქე ქირაობს გარკვეულ პოლიტიკურ გუნდს იმისთვის რომ მან მისი ინტერესი წარმოადგინოს მოიმსახუროს მას რა თქმა უნდა პოლიტიკური ძალა ნებისმიერი რომელიც უნდა მართავდეს ქვეყანას აუცილებლად უნდა ემსახურებოდეს პირველ რიგში მის მოსახლეობას და აი ეს ქირაობის ტერმინს რო დაუბრუნდეთ რა თუ ვიძახით რომ მოსახლეობა არის ის ვინც ქირაობს პოლიტიკურ ძალას იმისთვის რომ ის მას მოემსახუროს სამწუხაროდ დღევანდელ რეალობაში საქართველოში და სხვა ქვეყნებშიც არიან პოლიტიკური ძალები და კონკრეტიკას შესვლას არ ვაპირებ ვინც უკვე სხვის მიერ არის ნაქირავები შესაბამისად შეუძლებელია რომ ის პოლიტიკური ძალა იქირაოს ქვეყნის მოქალაქემ რახან ის პოლიტიკური ძალა უკვე სხვას ემსახურება შეიძლება ამ ტერმინის გამოყენება ამ იდეას მივავებათ რომ შეუძლებელია საზოგადოება მიქირაოს ის ვინც უკვე ნაქირავებია თქვენი კომენტარი როგორ იქნება? ყველაზე საგულისხმო ამბავია აი ცოტნე ივანიშვილის ამ ეპოპეაში პირველი გამოჩენის მერე არის რომ როდესაც პირველად გამოჩნდა და რაღაც თითქოს დიალოგზე და ძალადობის მიუღებლობაზე საუბრობდა წინ პირველ რიგში დარბაზს რომელსაც მიმართავდა პირველ რიგში ეჯდა ორი ადამიანი რომელიც ქალებს ხელს ურტყამდა მელიქიშვილის გამზირზე ქალებზე მოძალადე ხალხი რომელიც გადაღებულია ეს კადრები ეჯდა პირველ რიგში და სინამდვილეში ეს არის ჩვეულებრივი რაღაც პოლიტტექნოლოგიური ხრიკილის გამოყენებასაც ხა რეჟიმი ცდილობს თითქოს აი ეს ადამიანი ცოტნე ივანიშვილი არის რაიმე ტიპით რა მოტივირებული რომ რაღაცა ვითარება ნორმალიზდეს და ადამიანის უფლებები არ ირღვეოდეს სინამდვილე არის ერთი რომ ქართულმა ოცნება მაგალითად აი ხო რამდენიმე დღის წინ მოაწყო საშინელი ძალადობა ეგრეთ წოდებული პარლამენტის კედლებში და ერთადერთი მიზეზი რატომაც ეს ხალხი ხელს იქნევდა იყო ერთგულების დამტკიცება ბიძინა ივანიშვილისთვის და იმ დარბაზში მჯდომი კობახიძისთვის პოლიციელები, როდესაც ძალადობენ ადამიანებზე, აქციებზე, ხო? მათი მთავარი мотиваცია არის, რომ ამ გზით სისასტიკის გამომჟღავნების, ძალადობის გზით ერთგულება დაუმტკიცონ მათ ზემდგომებს. იცით რატო? იმიტომ რომ ამ მოძალადე სისტემაში ერთადერთი გზა, რომ შენ დაწინაურდე, კარიერულ კიბეზე წინ წახვიდე, არის ერთგულების დამტკიცება იმ გზით, რომ რაც შეიძლება სასტიკი იყო პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ და ეს ლოგიკა არის ტერორისტული ორგანიზაციების ლოგიკა. აი ტერორისტული ორგანიზაციების სტრუქტურა რო წარმოვიდგინოთ, თვით რადიკალიზაცია არის კარიერულ კიბეზე ორგანიზაციაში მაღლა ასulis ერთადერთი გზა. ამ თვალსაზრისით ქართული ოცნება ძალიან გავს ტერორისტულ ორგანიზაციებს. ეს სიტყვები, რომელსაც ცოტნე ივანიშვილი წარმოთქვამს, არის სიყალბე თავიდან ბოლომდე. სამწუხაროა რომ ეს ადამიანის მამამისმა ჩართო ამ რაღაცა ბინძურ პროპაგანდისტულ პროცესში ძალიან სამწუხაროა ეს ადამიანური თვალსაზრისით ძალიან ძნელად გასააზრებელი არის რომ საკუთარ შვილს იყენებს იარაღად და ინსტრუმენტად ბინძურ პროპაგანდაში პოლიტიკურად კიდე აი პოლიტიკური შეფასების თვალსაზრისით ადვილია ეხლა რაზეც ჩვენ საუბრობთ ხო რომ გავიგოთ რატო აკეთებს ამას ადამიანურად უმძიმესი წარმოსადგენია ეს ამბავი წინააღმდეგობრივი არის ხო თვითონ ეს გზავნილები თუ დიალოგის მთავარი მესენჯერი არის ასე თქვა ცოტნე დიალოგი ასე თქვათ ოპონენტებთან უნდა მიმდინარეობდეს და თუ ეს ოპონენტები ერთიანად ვიღაცა სხვების მოსყიდულ აგენტურა ოღონდ ამ სიტყვას არ ვიხმარ მაგრამ შინაარსობრივ ესენი არიან ხო ნუ ეს თავისთავად სამწუხაროდ როგორც მინიმუმ არაგულწრფელობას და ნუ მაქსიმუმ შეგვიძლია ვთქვათ რომ უბრალოდ ალოგიკურობაზე მივდით სინამდვილე არის 1-2 წინადადებით რომ შევაჯამოთ რომ
ბიძინა ივანიშვილი მისი პოლიტიკაში გამოჩენის დღიდან, ოპოზიციაში გამოჩენის დღიდან იყო რუსეთის ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის წინააღმდეგ და თუ ვინმე მუშაობს სრულად განწყობილი უცხო ქვეყნის ინტერესებზე, ეს არის საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება და ის ემსახურება კრემლს, ჩინეთის კომპარტიას და ირანის ტერორისტულ რეჟიმს. ეს არის სინამდვილე, სამწუხარო სინამდვილე. მადლობა ძალიან გიგა. ასე თუ ისე მაინც შედარებით კარგი ამბი დასრულდა დღევანდელი დღე და ვისურვოთ რომ თლიანობაში უფრო მეტი საფუძველი გქონდეს ოპტიმიზმით შევხედოთ. დარწმუნებულება რომ ეს ელენეს ჯანმრთელობა, მხნეობა, ყველანი ცხადია. გავაშუქებთ, მივადევნებთ თვალს თქვენ თავადაც თქვით რომ ბევრი რამ საჯარო იქნება თავად მთელს პროცესში და მთელი საზოგადოება მას გვერდით უდგას და დღეს მისი გზავნილიც მოვისმინეთ ამ ხრით ისედაც ვიცით რომ ხნეობა არაკლია, მაგრამ უსურვებთ გამოჯანმრთელებას, ასე ვთქვათ, მას. თავისუფლება პოლიტპატიმრებს. მადლობა.